მოგესალმებით მეგობრებო, მოვედი უგემრიელესი რეცეპტით. ყველის და ტარხუნის ღვეზელი ფენოვან ცომში. მაშ ასე დავიწყოთ, ერთად მოვამზადოთ. დაგჭირდება იმერული ჭყინტი ყველი, გახეხილი, რომელსაც უნდა შევურიოთ 1 კვერცხი. 1 კონა ტარხუნა კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად და შევურიოთ ყველში. დაგჭირდება 400 გრამი ფენოვანი ცომი. მოგეხსენებათ, ნაყიდ ცომს აქვს ცელოფანი, ამიტომ უნდა გავშალოთ და მოვხსნათ. შემდეგ ისევ გადავახვიოთ და გავჭრათ 2 ნაწილად, ისე რომ ერთი იყოს ცოტა მოზრდილი და ერთი პატარა. სამუშაო დაფაზე მოვაყაროთ ფქვილი და გავაბრტყელოთ ჯერ დიდი ცომი. გავაბრტყელოთ ისე, რომ შუაგული იყოს ოდნავ სქელი და გვერდები თხელი, რადგან შემდეგ გვერდები უნდა ჩაუკეცოთ. და სქელი რომ არ გამოვიდეს, ამიტომ საჭიროა იყოს თხელი გვერდები. გადავეტანოთ მომზადებული ყველის და ტარხუნის მასა. გადავანაწილოთ ისე, რომ დარჩეს ძალიან პატარა ადგილი ცომის გადმოსაკეცად. მეორე ცომი გავაბრტყელოთ იმ ზომამდე, სადამდეც არის ყველი დაფენილი. აქაც გვერდები აუცილებლად თხელი უნდა იყოს ცომის და ასეთნაირად გადმოვკეცავთ. დაგჭირდება 1 კვერცხის გული და გავათხელოთ რძით ან ნაღებით. და წაუსვათ ზემოდან. დავჭვრიტოთ ჩანგლით და შევდგათ გამოსაცხობად 150 გრადუსზე მაღლა დაბლა წვით. დაჭირდება დაახლოებით 15 წუთი გამოცხობას. აი ასეთი ლამაზი და ესეთი გემრიელი ღვეზელი გამოვიდა. აუცილებლად მოამზადეთ თქვენს და გემრიელად მიერთვით. და არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, გამიკომენტარეთ, მოიწონეთ. გემშვიდობებით მომავალ გემრიელობებამდე. ნახვამდის.